ჩემთვის ახალი სფეროა, ასე რომ ვთქვათ, მინდა გითხრათ ძალიან საფასურო ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა ამ სამინისტროს მიერ. ეს კიდე ხორციელდება, არ გამორებულა. ჩვენ ხელშეუწყობთ ამ პროექტების დასრულებას და მომავალშიც უფრო გაიზრდება მასშტაბები მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენ და სამწუხაროდ ვიცით, რომ მართლაც კარგი რაღაცები გაკეთდა, მაგრამ არის ძალიან ბევრი რაიონი, ძალიან ბევრი ქალაქი, სოფელი, რომელსაც აქვს წყლის პრობლემა, წყალი არ მიეწოდება, გზების პრობლემა და ამას აუცილებლად მიეხედება და ასევე მინდა დავამატო, ვიცი ძალიან ბევრი კითხვა აქვს ამ დაკავშირებით, ადამიანების უმრავლესობა, ვინც სამინისტროში მუშაობს, ყველა ადამიანი დარჩება და გააგრძელებს თავის საქმიანობას, ვინც ღირსეულად ემსახურება. მოადგილეების დონეზე არ მოხდება ცვლილებები. მოადგილეების დონეზე არ მოხდება ცვლილებები. რაღაც ცვლილებები იქნება, მაგრამ მე გულისხმობ, თავარი სტრუქტურა რაც არის ადამიანების ჯგუფი იქნება გააგრძელებს. ბატონ კახი, იზრუნებთ თუ არა იგივე ინვესტიციების შემოდინებაზე ქვეყანაში, პირადად თქვენი კონტაქტებიდან გამომდინარე? რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს და ამ ყველაფერს ჩემ მეგობრობას ამ ადამიანებთან აუცილებლად გამოვიყენებ და მოვახმარ ჩემ ქვეყანას და ხალხს. ამის პირობას გაძლევ.